რა მოცულობის ინვესტიციებია საჭირო ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზსა და წყალმომარაგების სექტორებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, როგორია სამეკის პოლიტიკა კომპანიების მიერ საინვესტიციო პროექტების შესრულებასთან დაკავშირებით ამ საკითხებზე ვისაუბრეთ გადაცემის სტუმართან სამეკის წევრთან გივი სანიკიძესთან ერთად. მოგესალმებით ბატონო გივი, მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ძალიან საინტერესო თემა უნდა გამიხილოთ დღეს ეს არის ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზსა და წყალმომარაგების სექტორებში კომპანიების მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები, რომელსაც ყოველწლიურად კომპანიები სამეკთან შეთანხმებით ახორციელებენ. თქვენი ასე ვთქვათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო იქნება მიმდინარე სატარიფო შეთანხმების ფარგლებში რა მოცულობის ინვესტიციებია დღემდე განხორციელებული და რა შედეგი დადგა ამ ინვესტიციების განხორციელების შედეგად. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. ინვესტიციების განხორციელება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა, როგორც რეგულირებადი საწარმოების, ასევე მარეგულირებელ კომისიისთვის. ამიტომ მარეგულირებელ კომისიამ წლების წინ შეიმუშავა ინვესტიციების შეფასების წესი თითოეული სექტორისთვის თანმიმდევრულად და აღნიშნული წესი ავალდებულებს ყველა რეგულირებად საწარმოს საუბარია ქსელურ კომპანიებზე, რათა მათ ყოველწლიურად წარმოადგინონ შესაბამისი საინვესტიციო პროექტები. აღნიშნული პროექტების შეთანხმება მოხდეს მარეგულირებელ კომისიასთან და კომისიის მიერ მიზანშეწონილი და გონირული ინვესტიციების განხორციელების შეთანხმება მოხდეს და რასაკვირველია ეს პროცესი პირდაპირ კავშირშია აღნიშნული ინვესტიციების ტარიფში ასახვასთან. ამიტომ მარეგულირებელ კომისია აღნიშნული წესის შესაბამისად თითოეულ პროექტს დეტალურად აანალიზებს, ითანხმებს და უშუალოდ ფაქტობრივი განხორციელების შემდეგ ახორციელებს მის მონიტორინგს. რაც შეეხება უშუალოდ სატარიფო რეგულირების პერიოდში განხორციელებულ ინვესტიციებს, უნდა ვთქვათ, რომ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ჩვენ გვაქვს 5 წლიანი სატარიფო რეგულირების პერიოდი, ხოლო წყალმომარაგების სექტორში 3 წლიანი რეგულირების პერიოდი. ელექტროენერგეტიკის განაწილების ტარიფები ჩვენ დავადგინეთ 2020 წელს და შესაბამისად 2025 წელი, მიმდინარე წელი უკვე არის ამ რეგულირების პერიოდის დასრულების წელი, ამიტომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა 21-დან 24 წლის ჩათვლით ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციების საინტერესოა წინასწარ შეთანხმებულს რამდენად ემთხვევა ეს ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციები. რასაკვირველია, ჩვენ ელექტროენერგეტიკის სექტორში ორი გამონაწილებელი კომპანიებისთვის შევითანხმეთ საკმაოდ დიდი მოცულობის ინვესტიციები, მაგალითად ენერგოპრო ჯორჯიასთვის ამ 5 წლის მანძილზე შეთანხმებული იქნა 636 მილიონი ლარის ინვესტიცია, ხოლო თელასისთვის 285 მილიონი ლარის. რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გასული 4 წლის ფაქტობრივი მაჩვენებლების შეფასების, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდის ორ ნაწილად გაყოფა. პირველი 3 წლის მანძილზე ენერგოპრო ჯორჯიას ქსელში თუ საშუალო ინვესტიციების ოდენობა შეთანხმებულის 80 მილიონ ლარს შეადგენდა და ეს ჯამში 254 მილიონი ლარი, მათ ფაქტობრივად 250 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელეს, ხოლო თელასისთვის ეს იყო დაახლოებით 18-20 მილიონი ლარი წელიწადში და მათ ასევე 55 მილიონის ნაცვლად, რაც იმ 3 წელიწადზე იყო შეთანხმებული, 60 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელეს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო 24-25 წლების ინვესტიციები, რომლებიც ჩვენ შევითანხმეთ ორივე კომპანიასთან მიმართებაში, ენერგოპრო ჯორჯიასთან მიმართებაში ეს იყო მინიმუმ 195 მილიონი თითოეულ წელს, ხოლო თელასისთვის ეს იყო 115 მილიონი ყოველწლიურად. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2024 წელს ენერგოპრო ჯორჯიამ თითქმის შეასრულა აღნიშნული ინვესტიციების ოდენობა და ასევე თელასმაც მცირედი, ასე ვთქვათ, დანაკლისით შეასრულეს აღნიშნული ინვესტიციები და მნიშვნელოვანია, რომ შევხედოთ აღნიშნული ინვესტიციების შედეგებს და ბუნებრივია აღნიშნული დანახარჯების მონიტორინგი გასული პერიოდის ხორციელება მიმდინარე წელს, როგორც გითხარით, ეს არის ტარიფის გაანგარიშების წელი, მომდენო 5 წლის მანძილზე უნდა შეთანხმდეს შემდგომ განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტები და ფაქტიური დანახარჯების ანალიზი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, თუ რა განხორციელდა ფაქტობრივად, რა ისახა ტარიფში და როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული დანახარჯების კორექტირება. ასევე უნდა ითქვას ბუნებრივი გაზის სექტორზეც, აქაც თუმცა სანამ ბუნებრივი გაზის სექტორზე გადავალთ, მონიტორინგის შედეგად რა მოგწათ აი იმ შედეგებმა, რაც ელექტროენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო პროექტების განხორციელება მოიტანა. მე გავიხსენებ ერთ-ერთ ხდომას სამეკის, სადაც კომისია მიიღო გადაწყვეტილება თელასისა და ენერგოპროს დაჯარიმებასთან დაკავშირებით, ხშირ წვეტებთან დაკავშირებით. დიახ, მართალი ბრძანდებით.
ყოველწლიურად ხორციელდება მონიტორინგი ელექტროენერგიის მიწოდების სიხშირესა და ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. აღნიშნული მაჩვენებელი მიუხედავად მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებისა 2024 წლის ფაქტიდან გამომდინარე გაუარესებული იყო ორივე კომპანიასთან მიმართებაში, რამაც ბუნებრივია გამოიწვია იმის აუცილებლობა, რომ ორივე კომპანია დაჯარიმდა აღნიშნული მაჩვენებლების გაუარესების გამო. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციების დეტალური მონიტორინგი განხორციელდეს, რამდენად ეფექტიანი იყო ეს ინვესტიციები, რამდენად სწორად მოხდა აღნიშნული დანახარჯების გაწევა და 2025 წელი ძალიან მნიშვნელოვანი ამ კუთხით, როგორც ვთქვით, 2024 წელს ორივე კომპანიასთან მიმართებაში ორჯერ და მეტად გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა. ამიტომ 2025 წელსაც გაგრძელდება ეს პროცესი და შეფასდება ამ ინვესტიციების შედეგები. გასაგებია, რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს. ბუნებრივი გაზის სექტორში ჩვენ 5 წლიანი სატარიფო რეგულირების პერიოდი დავიწყეთ 2023 წლიდან, შესაბამისად გვაქვს შესაძლებლობა 23-24 წლის ფაქტობრივი დანახარჯების შეფასების. აქ მნიშვნელოვანია შეფასდეს 3 მსხვილი კომპანიის ინვესტიცია, ესაა დედაქალაქში ოპერირებადი თბილისი ენერჯი და სოკარის 2 მსხვილი კომპანია. უნდა ითქვას, რომ ამ 2 წლის განმავლობაში გეგმით გათვალისწინებული 48 მილიონის ინვესტიცია თბილისი ენერჯიმ თითქმის შეასრულა და რაც შეეხება სოკარის კომპანიებს, მათ 80 მილიონი ლარით გადააჭარბეს შეთანხმებული ინვესტიციებს, თუ 77 მილიონის ინვესტიცია იყო შეთანხმებული, 157 მილიონამდე მოხდა ინვესტიციების შეთანხმება. ეს ეხება ქსელების რეაბილიტაციას სასაკვირველია, ასევე ეხება მრიცხველების გამოტანას, მოწესრიგებას ამ კუთხით, ძველი საცხოვრებელი ფართებიდან ხდება ინვესტიციების განხორციელება, ანუ მრიცხველების გამოტანა და სადარბაზოებში ერთად თავმოყრა და ასევე უნდა აღინიშნოს მიერთებებთან დაკავშირებული ინვესტიციები, როგორც მოგეხსენებათ, მიერთების საფასურის ზოგ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოს თანახარჯების დაფარვას და ყველა დამატებითი ხარჯი ტარიფში აისახება. ასევე აუცილებლად უნდა ვთქვათ, წყალმომარაგების სექტორის ინვესტიციები GVP-სთან მიმართებაში მოგეხსენებათ, არის ხშირი პრობლემები, ამიტომ ამას ძალიან დეტალურ და ინტენსიურ მონიტორინგს უწევს კომისია. ჩვენ 3 წლიანი სატარიფო რეგულირების პერიოდი დავიწყეთ 2023 წლიდან 2022 წელს ჩვენ შევითანხმეთ მომდენო 3 წლის ინვესტიცია, რაც ჯამში 360 მილიონ ლარს შეადგენდა. 2023 წლის ფაქტობრივი მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ 110 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა GVP. და 2024 წელს განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორც გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია, მოგეხსენებათ საკმაოდ კრიტიკული უბანი იყო ეს ხშირი წვეტებით და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფრა. ასევე მნიშვნელოვანი იყო ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია, ეს არის ბაგების მონაკვეთი და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ესაა რუსთავის მაგისტრალური არხის პირველი ასე ვთქვათ რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია 2025 წლის ინვესტიციები, რის ასე ვთქვათ განხორციელებასაც ჩვენ პარალელურად ვადევნებთ თვალყურს GVP-სთან მიმართებაში. გასაგებია და ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად როგორია მარეგულირებელი კომისიის მიდგომა მაშინ, როდესაც სატარიფო პერიოდის განმავლობაში, სატარიფო პერიოდის დაწყებისას უნდა შეითანხმოს საინვესტიციო პროექტები, როგორც ვიცით, ყველა ხარჯი საბოლოო დაისახება ტარიფში, რასაც მომხმარებელი იხდის და მარეგულირებელი ძალიან კრიტიკულად უყურებს ყველა იმ გასაწევ ხარჯს, რასაც კომპანია ვთქვათ სთავაზობს სხვადასხვა ესე ვთქვათ პროექტის ფარგლებში. მარეგულირებელი აუდიტი, რომელსაც სემეკი ახორციელებს, არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ მკაცრი მიდგომა, რაც მხოლოდ და მხოლოდ გონივრულობის თვალსაზრისით ითვალისწინებს სხვადასხვა ხარჯებს და ამაზე უფრო დეტალურად რო გითხრათ, რას ნიშნავს ზოგადად მარეგულირებელი აუდიტი, რას მოიცავს მარეგულირებელი აუდიტი, როგორ მუშაობს სემეკი მაშინ, როდესაც საინვესტიციო პროექტების შეთანხმება ხდება. მოგახსენებთ, ტარიფში ინვესტიციების ასახვა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა და განსაკუთრებულად ეს საკითხი გევნეულად იდგა იმ მომენტის, როდესაც ჩვენ ახალ სატარიფო მეთოდოლოგიაზე მუშაობდით და იქედან გამომდინარე, რომ კარგად გვესმოდა, რომ გამონაწილებელი ქსელების რეაბილიტაცია საჭიროებს ინვესტიციების მოზიდვის წახალისებას, სატარიფო მეთოდოლოგიის შემუშავის ეტაპზე ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობდა ინვესტიციების წინასწარ ასახვას ტარიფში. რაც გულისხმობს იმას, რომ ტარიფის გაანგარიშების წელს თითოეულ რეგულირებულ საწარმოო წარმოადგენს საინვესტიციო გეგმას და აღნიშნული საინვესტიციო გეგმები თანხმდება მარეგულირებულ კომისიასთან და ყველა მიზანშეწონილი და გონივრული ინვესტიცია წინასწარ აისახება ტარიფში. ეს ორი მნიშვნელოვანი ამოცანის გადაჭრაში დაგვეხმარა, ერთი რომ ასე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდო იმით, რომ ქონოდა გარანტია იმისა, რომ ეს ინვესტიციები ნამდვილად
ადვილად განხორციელდება, რა თქმა უნდა, ინვესტორი წინასწარ გარანტირებული იყო იმ კუთხით, რომ ეს ტარიფი აისახებოდა და მეორე მხრივ არ ქონოდა ის რისკები, რომ პოსტფაქტუმ განხორციელებული ინვესტიციებიდან მარეგულირებელ კომისიას შემდგომ რაიმე ინვესტიცია აღარ გაითვალისწინებია ტარიფში. ეს წინასწარ გათვალისწინება არ ნიშნავს იმას, რომ მოხმარებელი რაიმე ზედმეტს იხდის. არა, აქ ზუსტად აქ შემოდის მარეგულირებელი აუდიტის ფუნქცია და მნიშვნელობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ის ინვესტიციები, რომლებიც შეთანხმდა წინასწარ და გაისახა ტარიფში წინასწარ, ექვემდებარება დეტალურ აუდიტს. აქ ხორციელდება როგორც ტექნიკური შემოწმება, ასევე ფინანსური კუთხით დანახარჯების დეტალური ანალიზი და ხდება მათი ფაქტობრივი გარემოებების გეგმიურთან შედარება. მაგრამ სანამ დაიწყება აუდიტის პროცესი, ძალიან მნიშვნელოვანია ვახსენოთ ის გარემოებაც, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების ექსპერტიზასაც ვახორციელებთ. და რას გულისხმობს ექსპერტიზა? დიახ, ექსპერტიზა გულისხმობს იმას, რომ შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანოები ახორციელებენ ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციების ექსპერტიზას. ეს გულისხმობს საწყის პროექტთან შესაბამისობას, სტანდარტებთან შესაბამისობას და ასევე დანახარჯების საბაზრო ღირებულებასთან შესაბამისობას. აღნიშნული საექსპერტო დასკვნების გაანალიზება ხდება ჩვენ მიერ და ამის შემდეგ იწყება მარეგულირებელი აუდიტი, რომელიც გულისხმობს ერთი მხრივ ტექნიკური მიზანშეწონილების შეფასებას ამ პროექტების და მეორე მხრივ ეს არის ყველა იმ დანახარჯის შეფასებას, დადასტურებას და მათი გონებრულობის და საბაზრო ღირებულებასთან შეფასებას. აუდიტის პროცესი უკვე საბოლოოდ, ასე ვთქვათ, გვაძლევს იმ დასკვნას, რომ ესა თუ ის ინვესტიცია, რომელიც წინასწარ შევითანხმეთ, გადაჭარბებით შესრულდა თუ პირიქით, ნაკლები ოდენობით იქნა შესრულებული. თუ კომპანიამ უფრო მეტი თანხა დახარჯა და ეს დანახარჯები ობიექტური გარემოებიდან გამომდინარეობდნენ და ჩვენ დავეთანხმებით ამ გადახარჯვას, ეს რასაკვირველად დამატებით ტარიფში აისახება. მაგრამ თუ კომპანიებმა წინასწარ შეთანხმებული ტარიფში ასახული ინვესტიციები არ განახორციელებს იმ ოდენობით, როგორთაც ეს იყო გათვალისწინებული, ეს ყველაფერი კორექტირდება და უბრუნდება მოხმარებელს აუცილებლად. გასაგებია, მარეგულირებელი აუდიტის ფარგლებში ბატონო გივი, მარეგულირებელი კომისია პერიოდულად აწარმოებს ხოლმე როგორც გეგმიურ, ასევე არაგეგმურ აუდიტს. აი, არაგეგმური აუდიტის აუცილებლობა რა შემთხვევაში დგება? დიდი მადლობა ამ შეკითხვის, ძალიან საინტერესო შეკითხვაა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გეგმიურ აუდიტს ყოველი სატარიფო რეგულირების პერიოდის დასრულებისას ვახორციელებთ, მაგრამ არის არაგეგმიური აუდიტის აუცილებლობაც. მაგალითად, სატარიფო რეგულირების პერიოდისას დგება საკითხი, როდესაც თავად მარეგულირებელ კომისიას უჩნდება გარკვეული დამატებითი კითხვები, ასე ვთქვათ, ზოგიერთ დანახარჯებთან მიმართებაში. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველწლიურად ჩვენ ვახორციელებთ ყველა დანახარჯების მონიტორინგს, წლიური ანგარიშების წარმოდგენა ხორციელდება, როგორც მოგეხსენებათ, რეგულირებადი საწარმოების მხრიდან, ასევე თავად კომპანიები მოითხოვენ ხოლმე გარკვეული დანახარჯების, უკვე ტარიფში გათვალისწინებული დანახარჯების გადახედვას და გქონდა ჩვენ რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც არაგეგმიური აუდიტის პროცესში მოხდა გარკვეული დანახარჯების კორექტირება, რომელიც შემდგომი რეგულირების პერიოდისთვის უნდა იყოს ასახული ტარიფში. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა და ბოლოს აუცილებლად მინდა გითხოთ, წლის ბოლომდე დარჩენილი საინვესტიციო პროექტების შესახებ, როგორც ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში, რა მოცულობის საინვესტიციო პროექტებია დარჩენილი წლის ბოლომდე და რას მოიცავს ძირითადად ეს პროექტები სექტორების მიხედვით, რომ გავყოთ? დიახ, ელექტროენერგეტიკის განაწილების სექტორში ენერგოპრო ჯორჯიამ უნდა განახორციელოს თითქმის 200 მილიონი ლარის ინვესტიცია. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლებიც უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან არის დაკავშირებული. ეს არის უმნიშვნელოვანესი, ასე ვთქვათ, პრიორიტეტული ამოცანა, რომ ეს დანახარჯები იყოს სწორად განხორციელებული და აღმოიფროს ყველა ის პრობლემა, რაც უსაფრთხოების ნორმების, ასე ვთქვათ, შესრულებასთან არის დაკავშირებული. ასევე ძველი ქსელების რეაბილიტაცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს ის მაჩვენებლები, რის გამოც დაჯარიმდა ორივე გამანაწილებელი კომპანია და შემცირდეს უნდა ავარიები და შესაბამისად წყვეტები. რაც შეეხება ბუნებრივ გაზის სექტორს, გრძელდება ის საინვესტიციო პროექტები, რომელიც დაკავშირებულია როგორც ქსელის რეაბილიტაციასთან, ასევე ძველი მრიცხველების შეცვლასთან და ბუნებრივია ადგილი ექნება ასევე ახალი აბონენტების მიერთებასთან დაკავშირებით დამატებით დანახარჯებს. რაც შეეხება წყალმომარაგების სექტორს, Georgian Water and Power-მა უნდა განახორციელოს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი თბილისში და რუსთავში. ეს არის აწყურის ქუჩის, ჩოლოყაშვილისა და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია რუსთავის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის დასრულება.
გასაგებია და იმეც ვიტოვებ, რომ ყველა პროექტის განხორციელების შემდგომ ის მოლოდინები, რაც მარეგულირებელ კომისიას აქვს ხოლმე საინვესტიციო პროექტების შეთანხმების დროს, რომ გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი მივა იმ შედეგამდე, რომ ნამდვილად მომხმარებელი საბოლოო ჯამში იქნება კმაყოფილი. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და საინტერესო თემებზე საუბრისთვის. იმეც ვიტოვებ, რომ მომავალშიც იქნებით ჩვენი სტუმარი და გაგვიზიარებთ დამატებით ინფორმაციებს. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს ჩვენ საუბრობდით სემეკის წევრთან გივი სანიკიძესთან ერთად ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ.